მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ დავით გველესიანი, უძველესი მეთუნეების შთამომავალი, თვითონაც მეთუნე და ვეწევი პროფესიას დიდი სიყვარულით და სიხარულით. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბერიკა გაბანაძე. აგრძელებ ჩვენი წინაპრების და ნატოვარ მექვევრეობას და მუშაობთ ჩვენ თვითონ მექვევრებზე და აქ საქმით ვართ დაკავებული. ჩემი ღირსეული და დიდი წინაპრები მე-18 საუკუნიდან დღემდე მოსდევენ ამ თიხის წარმოებას, ანუ მეთუნეობას. ეს ინფორმაცია ჩემფლობის ქვეშ რაც არის მე-18 საუკუნიდან, მაგრამ ისტორია ძალიან დიდი გვაქვს და დაუმტკიცებელი საბუთები და ისტორიები ძალიან დიდი ამ ყველაფრის შესახებ. აგრძელებ ჩვენი ბებია ბაბუის და ნატოვარ საქმეს მე-18 საუკუნის წინდა საქმეს, რომელიც მოვიდა დღემდე ჩვენ. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ტყემლოვანაში, ამ საუკეთესო უბანში, სოფლის ცენტრალურ უბანში და ამ ცენტრალური უბნის ულამაზეს ტყეს, ამ ულამაზეს პატარა ტყეს ქვია ელიას ტყე. ამ ტყის ბოლოს რამოდენიმე ასეული მეტრის იქით მოიპოვება თიხა, რომელ თიხასაც ჩვენი წინაპრები, როგორც სოფელ ტყემლოვანის წინაპრები, ასევე მისი შთამომავლები ვიყენებთ ქართული ქვევრის დასამზადებლად შემოძვირფასებ. ქართული ქვევრის დამზადება მოგეხსენებათ, ეს არის უძველესი ტრადიცია და როგორც ქართველი ჩვენი ძველი წინაპრები ახერხებდნენ, ისე ვაგრძელებთ ჩვენ ამ ტრადიციას. ვცდილობთ ყოველივე ახალი და კარგი დავნერგოთ ამ ტრადიციაში, ხოლო ყოველივე ცუდი და ძველი წაიშალოს. ყოველივე ძველი უნდა შევინარჩუნოთ, ყოველივე ახალი უნდა მიუძღვნათ ამას სამშობლოს და მეთუნეობას, რომელსაც ქართული თიხის წარმოება ჰქვია. ტრადიციულად მოპოვებულ თიხას, როგორც წინაპრებისგან მეთოდებით ჩვევია მოპოვება თიხისა, ჩვენ მოვიპოვებთ სოფელ ტყემლოვანაში და მას ვამუშავებთ თანამედროვე წარმოებაში საწარმო ქვევრულად დახმარებით. როგორც დიადი მეთუნეების, დიადი შთამომავლები, ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და მოვიპოვებთ ქართულ თიხას და მე და ჩემი ძვირფასი მეგობარი ბატონი ბერიკა შევეცდებით ყოველთვის და ყველგან გამართლებული იყოს ქართული თიხისა და ქართული მეთუნეობის სახე.